დაყადაღებული ფონდები უწყვეტი გამოსვლები თბილისსა და რეგიონებში ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორთან მათე ჩაფიჩაძესთან ერთად ვსაუბრობთ. მოგესალმებით მათე. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მათე პირველ რიგში უნდა გკითხო დაყადაღებულ ფონდებთან დაკავშირებით შენი აზრით ეს რა გავლენას მოახდენს მიმდინარე პროტესტზე? რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმწილად, რომ ნაწილი იმ დემონსტრანტების, რომელიც ახლა იკრიბება თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ყოველდღიურად კეტავს გზას, მათ იცოდნენ, რომ ჯარიმის შემთხვევაში ეს თანხა გადახდილი იქნებოდა ფონდებით და შეიძლება რამდენიმე მათგანმა უბრალოდ, რა ვიცი, იმ ეტაპზე მოერიდონ ამ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილეობას, რაც რა თქმა უნდა დროებითი ამბავია, იმიტომ რომ თუ ამ ფონდებს დააყადაღებ, როცა არსებობს ნება და არიან ადამიანები და დონორები, ის ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები, ვინც ამ ადამიანებს ეხმარება, ისინი მოძებნიან სხვა გზას. ანუ უბრალოდ ეს იყო მათი მხრიდან გაფრთხილება, ანუ რაც ახლა გააკეთეს და რა თქმა უნდა თანხის ნაწილი, რომელიც მობილიზებული და აკუმულირებული იყო იმ ანგარიშებზე, ამ ნაწილთან დაკავშირებითაც, მათ გამოიყენეს ეს მექანიზმი ყადაღა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს უამრავი სხვა მეთოდი არსებობს და თუნდაც იმგვარად რო იყოს ჩაფიქრებულიც ეს, რომ აი მაგალითად აღარ გადაიკეტოს გამზირი, ანუ თბილისის რუსთაველის გამზირი. ესეც ჯამში არაფერს აღარ ცვლის, იმიტომ რომ პროტესტი არის შეუქცევადი და ეს სად ამოხეთქავს და რა ტიპის თვითორგანიზებას, ესე ვთქვათ, განიცდის, ეს არავინ არ იცის. იმიტომ რომ როგორც თქვით, რომ ამ პროტესტს არ ყავს ორგანიზატორი, ამ პროტესტის თვითორგანიზატორი არის ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ჯგუფი, სხვადასხვა ჯგუფი და ისინი ასე ახერხებენ, ესე ვთქვათ, ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მხრიდან იყო ის, რომ დაარტყას იმ ადამიანებს და მათ შიშებს, რომ თუ დაჯარიმდებიან, ისინი ვერ გადაიხდიან ამ თანხას, მესმის რომ 5,000 ლარი ხა ცოტა არ არის და ბევრი მათგანი ნამდვილად ვერ შეძლებს ამის გადახდას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ალბათ მოიძებნება რაღაც სხვა გზა, მათ შორის კრიპტოვალუტის რაღაც სამყაროში ცხოვრობთ და რა მექანიზმი შეიძლება გამოიყენოს, ან სხვა ფონდი შეიქმნას, ან ასე შემდეგ, ან უამრავი მექანიზმი არსებობს, ასე რომ მე მგონია, რომ ნიჰილიზმს არ უნდა მივეცეთ ამის გამო და ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელსაც რა თქმა უნდა გონივრულად აუვლით გვერდს. როგორ თქვი, აქამდე რატო არ მოხდა თქვათ მსგავსი ოპერაციის განხორციელება? ნუ რა თქმა უნდა, ეხა იქ არსენალში რაღაცა ზიან ხო მეორე მხარეს და ფიქრობენ, რომ ეხა ჯობია თუ რაღაცა უკვე შექმნა ფაქტიურად თავისი განწყობა ამ ფონდმა, რომ ადამიანებს არ ეშინია და ყოველდღიურად უფრო მეტიც ეს რა თქმა უნდა ეს მინდა რომ საზოგადოებამაც იცოდეს და მოქალაქეებმაც რომ ეს არ იყო მხოლოდ ამ აქციებზე დაჯარიმებული ხალხის წინა, ასე ვთქვათ, დასახმარებლად შექმნილი ფონდი. ეს ფონდები წლების განმავლობაში მათ შორის ეხმარებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. ამ ფონდიდან დაფინანსდა ის გურიაში, აჭარაში და იმერეთის, ასე ვთქვათ, მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობის დროს ამ ადამიანებთან მისვლა ის რაღაც პირველადი მედიკამენტების თუ პირველად საჭიროების ნივთების მიტანა, ტრანსპორტირება, ანუ ეს და უამრავი ხა თქვენ ნახავდით კიდევ დღეს იყო ასეთი ინფორმაციებიც, რომ რაღაც სასტრაფოდ გადასაყვანი ბავშვები თურქეთში და რიანომობილი, რომელიც საახლობით თუ არ ვცდები, სადღაც 3,000 ლარის ზემოთ ჯდება. ხო, აი ამ ტიპის აქტივობებსაც აფინანსებდნენ, ხო? ანუ ესეც დარჩა ისე. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან რთულია და ამ ტიპის გადაწყვეტილებას როცა ღებულობ, ვინც არ უნდა ღებულობდნენ, მინიმუმ მაინც უნდა ითვალისწინებდნენ. შეიძლება რაღაც მომენტამდე ალბათ ითვალისწინებდნენ კიდეც ამ ამბავს და ეხა უბრალოდ მიხსნენ და თქვეს, რომ არა, ეს არის ესე ვთქვათ პირველი გამაფრთხილებელი ღონისძიება, რომელიც მათ გამოიყენეს თავიანთ არსენალში. მათე თითქმის
111 დღეა თუ 110 დღეა? 111-ია თუ არ ვცდები ხო? მიმდინარეობს პროტესტი და საითკენ მიემართება უკვე ეს ტალღა? გაიქნება ამის კულმინაცია? იცით რა არის რთული სათქმელია ხა პროგნოზი პირდაპირ ვთქვათ, მაგრამ ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მუხტი საზოგადოებაში არის, ანუ ის მუხტი არსებობს, რომელიც მუხტიც აუცილებელია საბოლოო ჯამში ცვლილებებისათვის. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სისტემა რაც შეიქმნა, ეს ანუ ამისი დანგრევა რაღაცა 6 თვეში არის ძალიან ესეთი ოპტიმისტური გათვლა, ხო? იმიტომ რომ მინიმუმ 8 წელი მაინც არის, რაც ეს სისტემა იქმნება. ანუ გულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება, ქართული ოცნება, ესე ჯობია ესე მოიხსენიოთ, ყველა ინსტიტუტის ჩასაგდებად ხელში, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში ემზადებოდა რა. ანუ იქ სადღაც ნაბიჯ სხვადასხვა ინსტიტუტები რა ვიცი, იყო ეს ჯანდაცვის სფერო, მერე იყო განათლების სფერო, გახსოვთ ხო ეს ODR-ები და მთელი ამბები, ეხლა რო აბრუნებენ კიდე ცვლილებები რო შეაქვთ განათლების სისტემაში. ანუ ეს რა ვიცი, ესეთი სისტემა, ეს მე ასე ვიტყოდი, ეს მახინჯის სისტემა, ანუ ერთ დღეში არ შექმნილა. შესაბამისად, ამისი დამარცხება ესე მარტივი არ არის, ხო? მით უმეტეს უნდა ვთქვათ ისიც, რომ საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს ამ ყველაფერზე და ესეთი მარტივი არ არის. მაგრამ თუ მეკითხებით იმას, რომ საითკენ წავა ეს ამბავი, ხო? ამაზე გადაჭრით პასუხს ვერ გეტყვით, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ საზოგადოებას მე ვფიქრობ, რომ ანუ ეს უწყვეტი პროტესტის მუხტი საბოლოო ჯამში გადაიკვეთება იქ, რომ მნიშვნელოვან დროს, მნიშვნელოვან ადგილზე ამ ხალხში ეს თუ ვინმე თulis, რომ ცოტათი მიძინებული პროცესი, იმიტომ რომ ხა იმდენი ხალხი არ დგას რუსთაველზე, ეს გასაგებია, იმიტომ ფიზიკურადაც დაიღალა და გამოიფიტა ადამიანები, მაგრამ ეს ბრაზი არსად არ წასულა და ის თავის საქმეს მაინც გააკეთებს. უბრალოდ ახლა ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი კონკრეტულ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ეს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის რომ რუსთაველი იკეტება და ხალხი იქ დგას და არა მარტო იქ თბილისში, ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარედანაც უყურებენ ამ ამბავს და ქვეყნის შიგნითაც არის იმედი და პრინციპში მოლოდინი იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ბრძოლის ხასიათზე და წინააღმდეგობის ხასიათზე. და მათ ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს. თვლით თუ არა, რომ ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, კულმინაცია ამ ყველაფრის? იცით რა არის? ამ ეტაპისთვის ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ წინ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ხო, ეს რთული ამბავია, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის საკმაოდ დიდი ნიჰილიზმი, ეხლა მეც ქუთაისში ყოველ დღე თითქმის აქ ვარ აქციებზე. და აქაც მსმენი ეგეთი აზრი, რომ ეხა არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი აქვს, ხო არ ჯობია, რომ მთლიანად პოლიტიკურმა პარტიებმა თქვას უარი. ამას აქვს ორი მომენტი, ანუ ერთი ქვეყნის შიგნით როგორ ხედავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, უნდობლობა არის დიდი, მით უფრო ეს ყველაფერი იზრდება იმ, რა ვიცი, დრაკონული კანონების საფუძველზე, რომელსაც ეხა ეს ფარა ქვია, რომელსაც იგივე მაუწყებლის მიმართულებით აპირებენ და შემდგომ სოციალურ სივრცეში მის გავრცელებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოტა გლობალურად თუ შევხედავთ და მე მქონდა საშუალება იმისა, რომ მომესმინა, მათ შორის ექსპერტებისგან, უცხოელი ექსპერტებისგანაც, რომლებიც გვერდიდან უყურებენ ამ პროცესს, ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლაში არ უნდა დავთმოთ არც ერთი შესაძლებლობა. უბრალოდ აქ არის არგუმენტები, რომელიც როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს არ არსებობს და ვფიქრობ, რომ პოლიტიკურმა, ხო, რა თქმა უნდა, ზოგადად ალბათ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოახერხოს ამის ახსნა საზოგადოებისთვის, თუ იღებენ მონაწილეობას, რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა და რა არის ამის პლუსი და რისკებიც და რა თქმა უნდა, თუ არ იღებენ მონაწილეობას, ესეც უნდა აღიხსნას, რომ რატომ არ იღებენ მონაწილეობას და ამას რა მოყვება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, შიშები იმისა, რომ
ფაქტიურად ქართული ოცნება ამ ჩაგდებული სისტემების საფუძველზე მიუხედავად იმისა, რომ კი წარსული გამოცდილებით ეხლა ხშირად ამბობენ, რომ აი 21 წლის არჩევნებზე ქუთაისში მაგალითად პირველი ტური მოიგო, ხო, ვიცით, რაღაცა იქ სხვაგან წალენჯიხაში საერთოდ მერმა ანუ ოპოზიციური მერი გავიდა და ანუ ბევრ ქალაქში ახლოს იყო ოპოზიცია, რომ ყოლოდა, ასე ვთქვათ, უმრავლესობა საკრებულოში და ყოლოდა მერი, ხო, ოპოზიციური. მაგრამ მაშინ იყო სხვა მოცემულობა, ხო, იმიტომ რომ მაშინ ქართული ოცნება რაღაც დემოკრატიობანას თამაშობდა და ეხლა ფაქტიურად მათ ეს სრული ლუსტრაცია მოახდინეს და ახლა უკვე ყველაფერი ცხადია, რასაც ისინი აკეთებენ და შესაბამისად ის მექანიზმები, რა მექანიზმებიც უკვე შემოიტანეს და კიდევ უფრო შემოაქვს, რა თქმა უნდა, უფრო გაართულებს ამ ყველაფერს რა და ვერ შეადარებს წინა არჩევნებთან დაკავშირებით მდგომარეობას, ზოგადად სიტუაციას. მაგრამ, რა თქმა უნდა, პლუსი და მინუსი გულისხმობ იმასაც, რომ მაშინ საერთოდ კითხვის ნიშნები ნაკლებ ადამიანს ჰქონდა, რომ ჩვენ ვითარდებოდით და მივდივით თუ არა დასავლეთით, იმიტომ რომ ყველას გვეგონა, ხო, ასე იყო და ეხლა უკვე ყველამ შეხედა, რომ ეს კურსი არის შეცვლილი, კონსტიტუციური ჩანაწერი არის პრაქტიკულად უგულებელყოფილი და ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებასთან, შესაბამისად ბევრი პრობლემა არის. ამიტომ მე ახლა ამ არგუმენტებს იმიტომ ამბობ, რომ საზოგადოებაც იფიქროს, რომ ესე მარტივი და ერთმნიშვნელოვნად გადასაწყვეტი ამბავი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად, ცივი გონებით მე მგონია, რომ ყველაფერთვის უნდა ვიყოთ მზად. ეგარი. და მათ რამდენად თვლი ახალი პოლიტიკური ძალის საჭიროებას. მოქალაქეთა უმეტესობა შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ ხშირად ვატარებთ გამოკითხვებს და ბევრი ამბობს, რომ თუ კი ქართულ ოცნებას არ მივცემდით ხმას, თქვათ ოპოზიციაში ვისთვის უნდა მიგვეცა, ან ვიზე უნდა შეგვეჩერებინა ეს არჩევანი. მესმის ასეთი დისკუსიები ნამდვილად არსებობს და შემიძლია ვთქვა, რომ არის ესეთი მომენტი, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქმნება არსებულ ველზე, ძალიან რთულია, რომ თავი დაიმკვიდრო. მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ახალი ძალა, მათ შორის ვიტყვი კიდეც თავისუფლების მოედანი, რომელიც ხა აპირებს, რომ პოლიტიკური, ესე ვთქვათ, პლატფორმა, ანუ პარტია ჩამოყალიბდეს, ამის ყრილობაც იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ანუ ძალიან რთულია თავის დამკვიდრება, იმიტომ რომ ცნობადობის კუთხით საინფორმაციო ველი მთლიანად არის პოლარიზებული, ხო? აი ესეთ ტიპის საინფორმაციო გარემოში ძალიან რთულია შენი სათქმელი მიიტანო და რა თქმა უნდა მეორე მომენტია, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას სჭირდება რესურსი და ეს რესურსების მოძიებაც ძალიან რთულია, მით უმეტეს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო? ეხლა ბიზნესები და დონორი ორგანიზაციები ალბათ ამ ყველაფერს წნეხს, რა თქმა უნდა, ისედაც განიცდიან, ხო? ანუ ამის გათვალისწინებით შეიძლება თქვა ესეთი რამ, რომ ანუ აზრი არ აქვს, ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური მოძრაობები, მაგრამ მე ასე უყურებ, რომ აი მაგალითად თუ კი უყურებთ, რომ შეიძლება ბარიერის პრობლემა იყოს და ვერ გადალახოს, ხო? იმის ნაცვლად რომ ეს ხმები დაიკარგოს, შეიძლება მათ მოუწიოთ რომელიმე მათთვის მეტნაკლებად სასურველ პოლიტიკურ ჯგუფთან გაერთიანება, ხო? და ჩვენ ვიხილეთ კიდეც ასეთი გაერთიანებები საპარლამენტო არჩევნების დროს და იგივე შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში, ან შეიძლება ზოგადად ამ ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმებმა, იმიტომ რომ თვით დამკვიდრებისთვის და საზოგადოებაში ცნობიერებისთვის დამოუკიდებლადაც მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, საზოგადოების ის პრეტენზია, რომ თუ ოცნებას არ მივცე ხმა, მაშინ ვინ მივცე ოპოზიციაში, ეს ლეგიტიმურია აბსოლუტურად და ვფიქრობ, რომ ამიტომ იქმნება ხა ახალი პარტიები, დავასახელე კიდეც და ვიცით, რომ საინფორმაციო საშუალებებითაც გადმოიცემა ხოლმე, უბრალოდ უნდა იყოს ყურადღებით და უნდა, ანუ იმედის გარდა სხვა საინფორმაციო გამოშვებებსაც უნდა უსმენდეს ადამიანები. ხო, მინიმუმ ბალანსისთვის, იმიტომ რომ იქ რაღაცა აყვავებული საქართველოა, სადაც რაღაცა მეცხრეცაზე ვართ და ნუ აქეთ მხარეს როგორც ამბობენ ხოლმე, ქვეყანა იქცევა, მაგრამ რაღაც ბალანსი თქვენ თვითონ გამოიტანეთ და მიხვდებით, რომ ეს ბალანსიც არის აუცილებელი და კრიტიკული
მედია საშუალებები ძალიან დიდ როლს აკეთებენ და ძალიან დიდ როლს თამაშობენ იმაში, რომ აი ესეთი ინფორმაციები მიიტანონ საზოგადოებამდე, რაც რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად მნიშვნელოვანი და საჭიროა. ასევე ცვლილება შედის მაუწყებლობის შესახებ კანონში. შენ როგორ აფასებ ამ ყველაფერს, როგორ აღიქვამ, რას მოუტანს საბოლოო ჯამში ეს არა მარტო მედიას, ზოგადად საქართველოს? მე ვფიქრობ, რომ აი ეს ცვლილებები ახლა თუნდაც რაც მაუწყებლის შესახებ კანონში შედის, ასევე ფარასაც ვიტყვი რომელიც აი რუსული კანონი რომელიც მიიღეს, ეხა ამბობენ რომ დაანონსეს და მეორე მოსმენით მიიღეს დღეს, რომ აი ფარას მიიღებენ. მაუწყებლობის შემთხვევაში მიტყვი იმას, რომ რა თქმა უნდა ეს სტანდარტი რომელიც იქ არის ნახსენები, ამ სტანდარტს თუ დაიცავს, უნდა დაიცვას უბრალოდ ფაქტია, რომ ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ არასახელმწიფო მედია საშუალებებმა უნდა დაიცვას და მათთვის იქნება ეს დამოკლეს מחვილივით, რა თქმა უნდა, დაკიდებული, ხოლო რაც შეეხება ხა სახელმწიფო მედია საშუალებებს, ხა იმედს და რამიშვილის პოსტივის ვინ რას მოთხოვს, ხო? ისედაც ვიცით, რომ ეს ჯგუფები რაღაც ზონდერ ჯგუფებად არიან და მათი ესე ვთქვათ რაღაცნაირად კანონის საფარგლებში მოქცევა ამ ხელისუფლებაში უბრალოდ შეუძლებელია. და მათე აუცილებლად უნდა ჩაგეჭრა, როდის გიხდი და როგორც რეგიონული მედიის წარმომადგენელმა უნდა აღნიშნო, როდესაც საუბრობენ ბალანსის დაცვაზე, ეს არც ისე მარტივია ახლანდელი მმართველობის პირობებში, როდესაც ვთქვათ გინდა კომენტარის ჩაწერა, არ გეძლება ამის საშუალება, უბრალოდ დარეკავ იერსამსახურში როგორც წესია და გეუბნებიან რომ არ აკეთებენ კომენტარს, როგორ უნდა დაიცვა მაშინ ბალანსი. ანუ თქვათ დარეკავ და გეუბნებიან რომ არ ვაკეთებთ სატელევიზიო კომენტარს, გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, გამოითხოვ საჯარო ინფორმაციას, რომელიც წესების დაცვით უნდა მოგეწოდოს თუნდაც 10 სამუშაო დღეზე ნაკლებ ვადაში. მაგრამ იყენებენ ბოლომდე ამ 10 სამუშაო დღეს, ამაზე მეცაც იყენებენ, მაგალითად ბოლოს გამოვითხოვეთ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ან დაახლოებით ერთ თვეში უფრო მეტ ვადაში მოგვაწოდეს აღნიშნული მონაცემი, მაშინ როდესაც დავრეკეთ და კიდე რამდენჯერმე მოვითხოვეთ. ასეთ პირობებში, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ უნდა იყოს ბალანსი დაცული, ცოტა სასაცილოა. ფიზიკურად ვერ იქნება კი. ბალანსის დაცვას ითხოვენ ჩვენგან, მაგრამ სახელმწიფო ძალების მხრიდან ამ ბალანსის დასაცავად არაფერი არ კეთდება. უარს ამბობენ ასევე დებატებში მონაწილეობის მიღებაზე და ასე შემდეგ. კი, ანუ ზუსტად მაგიტო არის, რომ აი თქვენ რო გინდათ კრიტიკული სიუჟეტის მომზადება, აი ამ მედია პროდუქტს ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ აი გიგზავნთ ეს დებულება, იმიტომ რომ თქვენ არ გექნება ვერ მოიპოვეთ, ფიზიკურად ვერ მოიპოვებთ და ერთი ეს არის და მეორე ან ტექნიკურად შეგიქმნიან ამის პრობლემას, ხო? აი ეხლა თუ ეს ბრიტანულ მოდელზე და ასეთ ბრიტანეთში სხვა მდგომარეობა, სიტუაცია, იქ სხვა კულტურა, ის დებატების კულტურა, ახლა ბრიტანული ეს ამბავი ხო ვიცით არა, ისედაც და მეორე ის მომენტია, რომ იქ ახლა არავინ არავის არ გაურბის და ჟურნალისტებს არ გაურბია, იმიტომ რომ ძალიან ცუდად პოლიტიკოსებს იმისათვის რომ კომენტარი ჩაწერონ. რა თქმა უნდა, ხო, ანუ იქ სხვა სტანდარტია და ამ სტანდარტს რო გამოიტან და უკაცრავად გავექმას და დააბრეხვეფა აქ, ანუ კონტექსტი და შინაარსი არის აბსოლუტურად სხვა. ხო, უნდა იყოს მორგებული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხა ეს ყველაფერი რეალური, აი იგივე როგორც ფარას შემთხვევაში, ხო? ანუ ფარას მიზანი რა არის ხა? ნუ აი ეს არის რომ აი დამკვიდრდა ეს ტერმინი, მათ შორის ვიტყვი რომ ანუ თვითონ ქართულმა უცნებამაც შეუწყო ხელი, ნუ ახლა არ მინდა ამის ახსნა როგორანაირად, მაგრამ რუსული კანონი ეს არის ტერმინი რა, რომელსაც როგორც ქვეყნის გარეთ, ესე ქვეყნის შიგნით იყენებენ აქტიურად. და ამის ანუ თვითონ აი ტერმინის გულისთვის რეალურად და უფრო დასამძიმებლად სიტუაციის შემოიტანეს ახლა ეს ფარა. ანუ ფარა გადმოწერეს, აი დღეს ნახავდით კიდე სადაც კომენტარი იყო, რომ გადმოწერეს ერთ-ერთზე და უბრალოდ ქართულ გრამატიკულ ნაწილში რაც შეიძლება უბრალოდ არასწორი იყოს, რაღაცა პუნქტებს სათაურებზე იყო დღეს აი ნახეთ თუ არა ეს რომ აი ქართულ გრამატიკულ ნაწილში ეს არ ჯდება, მაგრამ შინაარსი რა არის, ხო? ანუ ფარა ამერიკელებმა იმიტომ მიიღეს, რომ ჯერთი მაშინ როცა მიიღეს იყო ის, რომ გავლენები, რომელიც მოდიოდა ფაშისტური გერმანიისგან საფრთხე და ასე შემდეგ, ანუ მის წინააღმდეგ და ზოგადად ფარა არის ლობირების წინააღმდეგ მიმართული და თუ შენ ლობირებ რაღაცას, ხო? აი სხვა ქვეყანა ხარ თუ რაღაცა ჯგუფი ხარ, ხო? აი ამ მის ფილტრისთვის აყენებს ამას. ჩვენთან კიდე ის თანხები რაც შემოდიოდა, რეალურად ეს ხო დონორი ორგანიზაციების
დანიელების, შვედების, რა ვიცი, ნორვეგიელების და შემდეგ ევროპის ქვეყნების გრანტები, რომელიც გეხმარებოდა იმისთვის, რომ განათლების სისტემა ქონოდა უკეთესი, ჯანდაცვის სისტემა ქონოდა უკეთესი, ის რომ ინფრასტრუქტურა ქონოდა უკეთესი და ანუ რეალურად აი ვეცდები რომ ხა ეს ამბავი უფრო მარტივად დავხსნა, მაგრამ ანუ სინამდვილეში არის მოტყუება რისი, რომ ფარას გავლენების წინააღმდეგ ამერიკელებმა თავის დროზე მიიღეს, მაგრამ კონტექსტი არის აბსოლუტურად სხვა. ანუ ჩვენთან ეს ხალხი გავლენებს კი არა, რეალურად გეხმარება რომ ფეხზე დადგე და ამერიკაში შეიძლება ვიღაცას მართლა ქონდეს გავლენა, ვიცი რომ ჩინური, რუსული გავლენა მაღალია და იმისთვის აქვს ეს გაკეთებული. ანუ ტექნიკურად იყენებენ ამ ყველაფერს და გვატყუებენ. სინამდვილეში ეს არის მოტყუება. უბრალოდ სამწუხაროდ ბევრ ადამიანს არ ჯერა ხა ასეთ ინფორმაციას იმედზე ვერ მოისმენ, ხო? ანუ იმიტომ რომ იმედზე სულ სხვა რაღაცეებია და ჩვენ ვცდილობთ, რა ვიცი, ეს ადამიანები არ აქვს მნიშვნელობა, აქტივისტები არიან, ჟურნალისტები არიან, ყველა ვცდილობთ რომ ავხსნათ, რომ ამის მიზანი არის ის, რომ სინამდვილეში მოგვაყერონ იარლი კი, რომ ჩვენ ვართ უცხოური გავლენის მატარებელი. და ეს რაც რა თქმა უნდა არის პასუხად თქვა შეიძლება მოიყვანონ ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომ თქვა USAID-ის მხრიდან ფინანსდებოდა თქვა რაღაც გარკვეული რევოლუციები გარკვეულ ქვეყნებში. არ ვიცი რა დადასტურა ხა მასკის ამბავი ძალიან ბევრი რაღაცა დატვირთა ამ ბოლო დროს და ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ხო დაიქცა, რომ Twitter-ი აღარ არის და X-ი არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ის რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა და ის რასაც USAID საქართველოში აფინანსებდა, ნუ აი არ ვიცი, ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერ მარტივ რაღაცას ვიტყვი. აი ჩემი ძმისშვილი დაიბადა 2017 წელს და ის რომ ჩვენ ახლა გვაქვს სმენის სკრინინგი, ეს არის მათ შორის USAID-ის დახმარებით ანუ სკრინინგი ნიშნავს, რომ ბავშვი როგორც დაიბადა, მაშინვე გაუსინჯეს სმენა. ანუ ეს ჯანდაცვაა, ხო? ანუ ამასაც აფინანსებს, იმასაც გიფინანსებს, რომ განათლების სისტემაში უკეთეს შედეგი გქონდეს, ხო? ის რომ ინფრასტრუქტურა, განათლების შესაძლებლობა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც გვესწავლა. ეხლა იქ რასაც მასკი ესე ვთქვათ ებრძვის ამერიკაში ის ვოუკის რასაც ძახენ, ის აბსოლუტურად სხვა კონტექსტია. ანუ ამ კონტექსტების მოტყუება ხა კი დიდი ოკეანე გყოფს რაღაცა კონტინენტებს, მაგრამ ანუ კონტექსტი იქ არის აბსოლუტურად სხვა და აქ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა ამბავი, ხო? გვაქვს საქართველოშიც ვოუკიზმის პრობლემა. ჩვენთან ეს ყველაფერი არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას რო პრობლემა აქვს, ახლა არ უნდა შევადაროთ ამერიკის ამბავს, იმიტომ რომ რა ვიცი, ნახევარი ქუთაისი მე მგონი საერთოდ ამერიკაშია წასული სამუშაოდ და ხო, ევროპაში კიდე აღარ ვამბობ, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმტყი, რომ ანუ ის რა სიტუაციაც ხდება, ანუ ის რასაც მაგალითად თუნდაც ტრამპი ამბობს ამემართულებით თუ მასკი ამბობს, ის არის შიდა მოხმარებისთვის ბევრი რაღაც და რა თქმა უნდა ეს არის კიდევ მისი წინასაარჩევნო დაპირებები და ნუ აი აბსოლუტურად სხვა კონტექსტი, ამის ახლა ეს ვახსნა ერთი ეთერი ამას უნდა, რომ ეს ვოუკიზმი რა არის და ანუ ის განჯდარი წესწყობილება, რომელიც დამკვიდრდა საზოგადოებაში და ნუ აი გენდერის მიმართულებით იყო ერთ-ერთი, ხო, რაზეც ტრამპმა თქვა და მე პირდაპირ გადმოაკოპირეს. ახლა სად არის ჩვენთან მაგის პრობლემა, რომ ხალი ხალია და კაცი კაცია და დედას დედა უნდა დაუძახო და მამას მამა. და ამერიკაში იყო ის თემა, რომ იქ აი ეს ტრანსგენდერების რაღაც კვოტირებაზე იყო ლაპარაკი და ასე შემდეგ რა, რომ მომხდარიყო მისი ინტეგრაცია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა საბაზისო პრობლემები გვაქვს და ვერ შეადარებ ამ ორ რაღაცას ერთმანეთს. ამერიკის პრობლემა და ჩვენი პრობლემები უბრალოდ არ დარდება ერთმანეთს და ეს საზოგადოება უნდა გაიგოს და ის ტყუილები, რასაც ახლა ვისმენთ ხოლმე რა, ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან და პროპაგანდისტული მედია საშუალებებისგან უნდა გავარჩიოთ და ანუ თქვენთვის სასურველ ადამიანს, ანუ აი შეუძლებელია, არის ხოლმე ადამიანი, რომელსაც მაგალითად მიუხედავად იმისა, ჯერ კიდევ უსმენ მე ქართული ოცნების მომხრე, ანუ არის ადამიანი, რომელსაც იგი რაღაც არგუმენტები რომ გავიგო რა, იმიტომ რომ პროპაგანდისტების მოსმენა უბრალოდ აღარ შემილია, გულწრფელად ვამბობ და ისევე თქვენც ეძებეთ ვიღაც ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის მანდამაინც ხელთავიანი და რაღაცა მშვიდად წყნარად დებს არგუმენტებს, ხო? აი მოძებნეთ ესეთი ადამიანი და მოусმინეთ მათაც. ანუ სხვა გამოსავალი არ არის, რომ მიიღოთ დაბალანსებული ინფორმაცია, იმიტომ რომ სხვა სიტუაციაში იმდენად პოლარიზებულია გარემო, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ამ რაღაცების გარკვევა, ხო? და ნუ ამ ამღვრეულ ასე თქვა წყალში თევზის დაჭერა უფრო მარტივია და ნუ უყურებთ კიდეც, რომ სახელმწიფო მედია და მთლიანად ქართული ოცნება მთელი ინსტრუმენტებით ცდილობს საზოგადოების ნაწილის, ასე თქვა, აი ამ ინფორმაციულ ვაკუუმში
რო ამყოფოს, რომ აი მათ უბრალოდ არ ქონდეთ ინფორმაცია და მათ გონიათ, რომ ახლა საზოგადოებრივ სატელევიზიო მიმართულებით თუ შემოიტანებენ და მე ამას გაავრცელებენ დიდი ალბათობით მედიაში, რომ ეს რაღაც შედეგებს მოგცემს, ეს შედეგებს მოგცემს, რომ კრიტიკული მედია კიდევ უფრო მეტად დაზარალდება და თუ აქამდე რაღაცას წერდი და ინფორმაციას ვაგებიებდი ვიღაცას, ხო? ანუ ამის ხმამაღლა დაწერასაც ვეღარ შეძლებ რა, თორემ მოგადგება პოლიცია და დაგაჯარიმებს. ანუ ეგ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტოტალიტარული წარსულის ქვეყანა. ეს არ ყოფილა ძალიან დიდი დიდი ბაბუა ზმა დახვრიტეს და გადასახლებაში იყო და ვინც აქ დარჩა და ხმა არ მოიღო ის საერთოდ 51 წელში ქერჩი ჩახოცეს ისე რომ ტყვი არ გაუსული არავინ. ანუ არ არის ეს მარტივი ჩვენ ძალიან ესე ვთქვათ ეს ტრამული წარსული გვაქვს და ეს ტრამული წარსული ჯერ კიდე ახსოვს. ჩვენ მიტოვა რომ სახშიც და გარეთ ჩემი ნაცნობები და მეზობლები მეუბნებიან რომ აი რატო არ გეშინია რომ ხმას იღებ. იმიტომ რომ იმ ხალხს ეს რაღაცები ახსოვს ჯერ კიდე. და ეს თულია რა ესეთ ადამიანებსაც თუ გააჩუმებ, ანუ მე მარტივია საზოგადოების მართვა, მაგრამ მე ერთადერთი რაც აი ყოველთვის იმედს მაძლევს არის ის რომ ესენი ვერ იზამენ იმას, რაც გააკეთა კომუნისტებმა, ხო? აი მთლიანად მოასუფთავეს ველი, ხო? აი 37 წელს რაც გადარჩა, ნუ დანარჩენი მე რავი ზოგი ომში დაიღუპა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 52 წელს დაბადებულმა თაობამ საერთოდ აი რაღაც გახსოვთ ადრე რომ კასეტები იყო, რომ წაშლი და ახალს ჩაწეთ. აი ეგეთი თაობა წამოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ თაობაში მაინც გაჩნდა გამსახურდია და კოსტავა. ორი კაცი, ნუ მინიმუმ პირობითად ვამბობ, რომლებაც ამ დისიდენტობაში, ციხეებში და ასე შემდეგ გულით ატარეს ამ ქვეყნის სიყვარული და თავისუფლებისთვის საბოლოო ჯამში აღიმაღლეს ხმა და შეუძლებელი ამას ვერ გააჩერებ, ნუ შეიძლება გადაავადო და ეხლა რეალურად ამას აკეთებენ, რასაც უყურებთ. და მათე ბოლოს უნდა გკითხო ქუთაისთან დაკავშირებით. ქუთაისი იცლება ისე როგორც საქართველოს, თიანად საქართველოს ვთქვათ. მაგრამ რადგან ქუთაისში ვართ, ქუთაისზე ვისაუბროთ და როგორ თვლი, როგორია მაინც ჩვენი ქალაქის პერსპექტივები? ჩვენი ქალაქის პერსპექტივები სამწუხაროდ ამ შემთხვევაში არის ძალიან ბუნდოვანი. ანუ გულისხმობ იმას, რომ ჩვენ მოვდივართ რაღაც ტიპის ინერციით რეალურად ცენტრიდან და თუ რამე მეშლება შეგიძლიათ შემისწოროთ, ანუ ახალი არ გულისხმობ რომ ახლა ქუჩების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ, ნუ ეს რაც გაკეთეს, ერთი რაც მახსენდება არის აუზი აშენდა ახალი, ანუ ახალი რაც შეემატა და ნუ ალბათ კიდე რაღაც არის ახლა, მაგრამ ნუ არაფერი ისეთი რაღაც ოცნების ქალაქს რო პირდებოდნენ და რაღაცა ისეთი ინფრასტრუქტურას, ნუ მინიმუმ გავიგებდი მაგ ამბავს და ვიტყოდი გულწრფელად, რომ ანუ რა თქმა უნდა კარგია ის რაც კეთდება, გულისხმობ იმას, რომ რაღაც გზების რეაბილიტაცია მიდის, ცენტრალურ ქუჩების რეაბილიტაცია მიდის, მაგრამ ეს არის ადგილობრივი ფული მეტწილად, ხო? ანუ თვითმმართველობის თანხა, რომელიც რესურსი არ ნაკლები და მე კიდე როგორც ქუთაისელი ვითხოვ და მოუთხოვ ნებისმიერ მთავრობას, ვინც არ უნდა მოვიდეს, რომ ამას ჭირდება ცენტრის თანხა, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ქალაქის გადარჩენა ასე მარტივი აღარ არის, იმიტომ რომ მიგრაციისგან ფაქტობრივად სისხლისგან ვიცლებით და ძალიან ცოტა ხალხი დავრჩით ამ ქალაქში. შესაკარგლად მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ არის, გეთანხმებით აბსოლუტურად ამას ჭირდება, რომ ხედვა, რომ დაინახო რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქალაქში, რა მიმართულებით შეიძლება. მათ შორის ახლა ის ყადაღებული თემა ახლა პარლამენტის ამბავი, ხო, ნუ გავიგეთ, რომ მე ვიცი რომ ნაწილი ვიღაცები ოპოზიციაში ესე ვთქვათ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფუნქცია არის მნიშვნელოვანი და ეს ფუნქცია უნდა დაიბრუნოს ქალაქმა. და რეალურად რასაც უყურებთ, ახლა აქ ხდება ის, რომ ქუთაისი გახდა დეველოპერების საჯიჯგნი ქალაქი რა. ანუ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენებენ ამ დიდ კორპუსებს. ნუ არ დავეძებ ახლა ნიკეაზე თუ ამიშენებენ 16 სართულიანს თუ 18 სართულიანს, მან და მაგაზე არ ვიღებ ხმას, ან სტეკლოტარაზე, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში განაშენიანების ისეთი სიმჭიდროვე ამ ქალაქს უფრო მეტად გაუვალს გახდეს, იმიტომ რომ მარტივია შეხედეთ ხალხო ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებს. არის საფაიტნო გზები, ეს არ არის არც რუსთაველი და არც თბილისში და ბათუმში გაცილებით დიდი ქუჩები და სხვანაირად დაპროექტებული ქალაქია. ისტორიულად ქუთაისი ხო ვიცით რომ იყო ცენტრი. ანუ აი რო არის საუბარი იმაზე რომ მე-16 საუკუნეში ხო შარდენის ჩანაწერებში არსებობს რომ ესე იგი მე ლევან მეორე დადიანმა როცა ბალახვანში აიყვანა ესა ტყვეები ხო აი ბაგრატიდან მიყურებდა ანუ ბალახვანი ნახე მაქსიმუმი იყო ეს ადგილი ხო ანუ პატარა იყო და მე კომუნისტებმა გაადიდეს ხო ნიკია პასლოგი ავანგარდა რატო ამბობ ამას ახლა ეს ქუთაისლებმა ყველამ ვიცით მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ხელოვნურად ცენტრალური ნაწილის დაზიანება
გამოიწვევს იმას, რომ ერთადერთი ეს კულტურული მემკვიდრეობის არეალის დაზიანდება და ბაგრატიდან ხედი და ბაგრატზე ხედიც დაზიანდება და ეს არის ისე ვთქვათ მიგდებული ახლა ესეც სიტყვა უკაცრავად გამოთქვაზე, მაგრამ ნუ ასე ვიტყვი უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის ადგილობრივ დეველოპერებზე, რომლებიც მადაც ჩვენ კარგად დავინახეთ ამ ქალაქში როგორი სუყია. მერიამაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქალაქის ცენტრის გამჭვირთვა მოხდეს და ვთქვათ პერიფერიას არ ვიტყოდი, არაცენტრისტული უბნების განვითარება. რა თქმა უნდა იზრუნოს და მოსაფიქრებელია და მათ შორის ნახეთ ჩვენ ხო გენერალ გეგმა იმედი არ მეშლება, მაგრამ ბოლომდე ყოველ შემთხვევაში მინიმუმ რაღაც წელს მაინც გამოვაგზავნებდა, რომ საბოლოო ჯამში რომ დასრულებული იყოს. გენგეგმა არა გვაქვს და გენგეგმის მომზადებაც ესე მარტივი არ იყო, ეხა მე რაც მქონდა, რაც გადავხედე და რაც მსმენია ექსპერტებისგან, აქ იმაზე იყო საუბარი, გენერალურ გეგმის შედგენას მინიმუმ დაკვირვება მაინც ჭირდება, ზაფხული როგორი არის ქუთაისში და ზამთარი როგორი არის ქუთაისში და 6 თვეში გაკეთებული გენგეგმა არ ვიცი რამდენად გამოგვადგება, მაგრამ მეორე მომენტს ვიტყვი რა, ანუ ალბათ კლიმატის ცვლილებაც უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ზამთარში როგორია მოძრაობა, ზაფხულში როგორია, ანუ როგორა ქალაქი დაპროექტება, ამას ხო ჭირდება, ხო და 6 თვეში რა მარტო ზამთარში დააკვირდე თუ მარტო ზაფხულში დააკვირდე. ამას რო თავი გავანებოთ, ევროკავშირი და ესეთი ინსტიტუტები იმიტომ გვჭირდებოდა, რომ ამას ძალიან დიდი რესურსი იდებოდა, ისინი გვეხმარებოდნენ, რომ ცენტრის და პერიფერიების განაწილება როგორ უნდა იყოს, მათ შორის ბიუჯეტის განაწილება როგორ უნდა იყოს, რომ მაგალითად მარტო ყველაფერი ქალაქ მუზეუმზე არ უნდა იხარჯებოდეს და რაღაცა ნიკია, პასილოკი, ავანგარდი აქაც უნდა იყოს პროპორციულად გადანაწილებული. ანუ უამრავი რამ ზუსტად ამას არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ნაწილი მუშაობდა ამაზე. ნაწილი მუშაობდა თქვი კიდეც რაზეც, რომ რაღაც ბავშვთა განათლება, უმეთვალყურედ დატოვებული ცხოველები ქალაქში პრობლემა იყო და ასე შემდეგ, ხო, რა ვიცი, ინფრასტრუქტურაში ეხმარებოდა, მათ შორის ეხმარებოდა სხვადასხვა ტიპის სტრატეგიები, ჯანდაცვის სტრატეგიები და ასე შემდეგ და ამ კანონით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იარლიქს რო აწებებ ამ ხალხს, ხო? დონორი ორგანიზაციები იტყვიან, რომ ჩვენ გეხმარებოდით, იმიტომ რომ გვინდოდა თქვენი ფეხზე დაყენება და ხა თქვენ თუ არ გინდათ ეს, ხო? არ ვიცი, ნუ აი რო არ გინდა და არ გინდა ისინი გადიან და მე სათვრჩებით ჩვენ. ჩებით ამ რუსულ, ჩინურ, ირანულ რაღაცა, ესე იგი, გაურკვეველ რაღაცა მასში, რა ქვია, არეალში და რას გვიქადის ეს არავინ არ იცის და ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა. არეალები ვახსენეთ და საკმაოდ დიდი გადალაგებები მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი ცვლილებებია. ამ ყველაფრის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოს სად იმყოფება, საქართველოს ბედი როგორია? ამ საერთაშორისო მე საერთაშორისო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რასაც ვაკვირდები, აი ამ სატრანზიტო როლიდან გამომდინარე, ჩვენი მნიშვნელობა რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე იმ დიდი სახელმწიფოების და გულისხმობ მათ შორის ამერიკის ინტერესშიც რა თქმა უნდა არის ეს ქვეყანა იმ გაგებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო არეალი. და რა თქმა უნდა ამის გამო არის იმ ქვეყნების ასე ვთქვათ არეალში, რომელიც ჩვენ ქვეყანასთან არც თუ ისე მეგობრულ ჭყალებში დამოკიდებულებაში არის, რა თქმა უნდა გულისხმობ რუსეთს, რომელიც ცდილობს ამ საცეცებით პირდაპირ გაავრცელოს და მათი გავლენის ქვეშ მოაქციოს ეს ქვეყანა, ნუ რასაც ამ დრომდე სამწუხაროდ ჯერ კიდე ახერხებს. აქედან გამომდინარე მე თუ რაიმეს იმედს, ანუ საგარეო ვექტორზე, საშინაო ვექტორზე ვიტყვი, რომ ის ადამიანები, ვინც გულმხურვალედ დგანან და აპროტესტებენ და მზად არიან იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაწიონ, რომ ეს ქვეყანა დარჩეს ევროპულ დემოკრატიულ რელსებზე, ნუ მინიმუმ დემოკრატიულ რელსებზე, იმიტომ რომ საერთოდ თავი რო დავანებოთ რუსეთს, ევროპას და აღმოსავლეთს და დასავლეთს, ესეთი ქვეყანა ნამდვილად არ არის ჩვენი არჩევანი, იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც ადამიანებს ესე თავისუფლება ეზღუდებათ და ფაქტიურად ჰომოსაკერები ხდებიან, ხო? ანუ რაღაცა უსამშობლოს უძახი ადამიანს, რომელიც მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა და ეხმარებოდა ადამიანებს ამ ქვეყანაში, ხო? ეხა გახდა ესე თქვა თქვენი ამ პროპაგანდისტული ვესტიების საფუძველზე, ხო? საგარეო ვექტორზე გულს ესე თქვა იმედს მაძლევს ის, რომ მიუხედავად ამისა ანუ ევროპამ გამოიღვიძა უფრო მეტად და ამაში რა თქმა უნდა ხა ტრამპს უდაოდ აქვს დამსახურება თუ შეიძლება ასე ითქვას და მეორე მომენტია რომ რა თქმა უნდა ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო და ამერიკისთვისაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვი რომ
საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები მისაღები არის ჩვენს მიერ, ქართველი ხალხის მიერ, არ დაიჯეროთ ეს რაღაცა მასონები, ეს რაღაცა deep state-ები, ეს რაღაცა სისულელები, აქ ჩვენ წვიტავთ ამ ბედს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქე ამ პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული და თითოეული მოქალაქეს ხვდებოდეს იმას, რომ ეს პროცესები, რაც ეხა მიდის ადრე თუ გვიან, მათ აუცილებლად შეეხება და ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის იმას, ვინც არც რუსთაველზე გამოდის, არც ხმას იღებს და საერთოდაც შეიძლება ამ მთავრობის ოცნების მხარდაჭერი არის, ძალიან ცუდად უკვე შეეხო რა. იმიტომ რომ ეს აშვებული კრიმინალი, ეს აშვებული მდგომარეობა, ეს აშვებული რაღაც კლანური მართლობა, რაც 90-იანებში იყო და ჩვენ გვეგონა რომ რაღაცნაირად ეს ამბავი დავამარცხეთ, თურმე არაფერიც არ დაგვიმარცხება, პირიქით ნელ-ნელა ისევე ფეხს ესე თქვათ იკიდებს და ეს სუბკულტურა ხა ქუთაისში ვართ და ვიცით ხო, ნუ ამის არხსენებაც უბრალოდ შეუძლებელია, ხო ვიცით რომ საიდან მოვდივართ არა, ეს 90-იანები და რაც ხდებოდა და ამ სუბკულტურაში მიხაროდა სულ რაღაც ბავშვებთან სკოლაში რომ მქონდა ხოლმე ზოგი ამბობდა პოლიციელი მინდა გამოვიდა ზოგან ეხლა ამ სიტუაციაში ძალიან რთული სიტუაცია არის, ხო? ამას დამატებული შემდგომ ამ კრიმინალურ ამბავში ვიცით რომ მარიხუანას და ნარკოტიკების თემაა და წალეკავს ეს ამ ქვეყანას და ნამდვილად არ გვინდა ეს არ არის ჩვენი არჩევანი ძალიან სამწუხაროდ ძალიან არის გახსნა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ნარკოტიკის ასევე ხო იმიტომ რომ ნახეთ სკოლების დავალებაც რა არის ხო აი ეს თემაც მნიშვნელოვანია ჩემთვის სკოლას ჩვენ ეხლა ვავალებთ რომ რაღაცა კარგად იცოდეს მათემატიკა კარგად იცოდეს ეს ხო საბჭოთა კავშირის დავალებაც იმიტომ რომ ის უნდა გაზრდილიყო მოქალაქე რომელიც ფაბრიკაში ქარხანაში რაღაც ისე დაწესებულებაში უნდა ემუშავებია რომ მას თავის გონება მიემართა ამ კონკრეტულ რაღაცისთვის და ჩვენ მოქალაქეებს ნაკლებად ზრდით ან გულისხმობ მოქალაქეებს იმ გაგებით რომ პასუხისმგებლობა რომ იცის რომ 20%-ს რომ იხდის მე მთავრობას ანგარიშვალდებული უნდა მოსთხოვოს მის წინაშე ანგარიშვალდებული რომ თუ ვიღაცა არასწორად აკეთებს თავზე არ დაისვას და ხმა მოიღოს ეს რგოლი არის მორღვეული და ეხლა ნუ სკოლაში დადიან ბავშვები კი ბატონო და ნუ ვიღაცა კერძო ისეთ მასწავლებლების იმეძია ეს ყველაფერი დატოვებული ვისაც ჯერ კიდე შეუულია რომ სიტყვა თქვას და ასწავლის ამ ბავშვებს რომ მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეობა იმასთან ერთად რომ მნიშვნელოვანია რომ იცოდე ფიზიკაც გეოგრაფიაც და მათემატიკაც, რასაც მოქალაქის უფლებაც და ვალდებულება. რა თქმა უნდა, ანუ აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო ეს მიმართულება, ხო, რაც ისწავლებოდა სკოლაში, წესით ამას ემსახურებოდა, მაგრამ ახლა რას ემსახურება, ნამდვილად არ ვიცი. კარგი, მათე დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე. ნახვამდის ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სხვა ცხრის ნახევარზე. ვცლად ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე გატივი ჯისე.